უღრმესი მადლობა ორივე სტუმრობისთვის. მშობლისთვის განსაკუთრებით რთულია ეს დღეები, რადგან ისინი უკვე რამდენიმე ხანია ქუჩაში იბრძვიან თავისი შვილების ინტერესების დასაცავად და დიანა ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე რომ ჩამერთე. თქვენი პრაქტიკა, გამოცდილება, როგორ იმართება თავად დიუშენის სინდრომის პრობლემის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინებას და გააზრებაც. არ მინდოდა ერთი მხარის პოზიცია ყოფილიყო მოსაუბრეთ მშობლის ემოციებთან ერთად ძალიან კარგი იქნება კომბინაციაში, როცა სპეციალისტიც ისაუბრებს ამ თემაზე. პირველი შეკითხვა მექნება დიანასთან, როგორც სპეციალისტთან, რა ხდება ორგანიზმში? რა არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რა ემართება ბავშვის კუნთოვან ქსოვილთ დროთა განმავლობაში, როდესაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა დისტროფინს, ხო? ძალიან მაინტერესებს თქვენგან ამ თემაზე კომპეტენტური პასუხი და მე მიკროფონს გავიჩა და თქვენ ჩაგირთავთ ამ დროს. გისმენთ? ჩგესმით ჩემი ხმა იმედია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობას გადავუხდით თეკლას ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ და მიხარია ქეთის გაცნობა. ასევე რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს ამ მშობლებს და მთელი ჩემი სოლიდარობა და მხარში დგომა მათ როგორც მთელი საქართველოს დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება დიუშენს, ეს არის ორი სახის. ეს არის დიუშენის და ბეკერის კუნთოვანი დისტროფია. ორივე ერთი და იმავე დაავადების, ვთქვათ, გენეტიკური დაავადების ქსელიდან მომდინარეობს, თუმცა ცოტაოდენი განსხვავება არის მათ შორის. დიუშენის დისტროფია ეს არის უფრო მძიმე ფორმა და უფრო ადრეულ ასაკში გამოაჩნდება ბავშვებს, ვიდრე ბეკერის კუნთოვანი დისტროფია, რადგანაც ბეკერი სადღაც შესაძლოა 10 წელი და ზემოთ გამოაჩნდეთ ბავშვებს, ხოლო დიუშენი 3 წლიდან 5 წლის ასაკი, 3-დან 5 წლამდე ასაკი არის ხოლმე გადამწყვეტი აი ამ დაავადების დროს. ეს არის გენეტიკური დაავადება და გადაეცემა დედისაგან X ქრომოსომით მხოლოდ ვაჟიშვილებს. და რატომ მხოლოდ ვაჟიშვილებს? რადგანაც გოგონას შემთხვევაში 2 X ქრომოსომა არსებობს, ვაჟის შემთხვევაში მხოლოდ 1 X ქრომოსომა და მეორე Y ქრომოსომა არსებობს, როდესაც ბავშვის ჩასახვა ხდება. გოგონას შემთხვევაში თუ მშობლის ორგანიზმიდან გენეტიკურად დიუშენის დისტროფია ან ბეკერის დისტროფია შევიდა, 1 ქრომოსომა X ჩაეჭიდება, იმისათვის რომ მასზე გაიმარჯვოს, მაგრამ მეორე ქრომოსომა X-ი დაძლევს მას. იქვე გაანადგურებს, ამიტომ გოგონებში ეს დაავადება თავს ვერ იჩენს. რაც შეეხება ბიჭებს, როდესაც ბიჭების X ქრომოსომას მოეჭიდება, სამწუხაროდ ბიჭს მეორე X ქრომოსომა არ გააჩნია და შესაბამისად ძლიერდება და იჩენს თავს. საფრანგეთში ძალიან ხშირად ისმება შეკითხვა, რატომ არ ხდება ამ ბავშვების დიაგნოსტიკა და კონკრეტულად რატომ არ ხდება ტესტის აღება ამ იშვიათ დაავადებაზე, საკმაოდ იშვიათ დაავადებების ციკლში შედის დაბადებისთანავე. რადგანაც დაბადებისთანავე და მუცლად ყოფნის პერიოდშიც არის ცნობილი, რომ იგივე ტრიზომია და ასე შემდეგ გამოვლენილია იმისათვის, რომ მშობელმა იცოდეს რას ელოდება. მაგრამ საკმაოდ ფორმალურები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალურები უფრო სწორად არ სურთ, რა თქმა უნდა, დაბადებისთანავე შესაძლებელია ამის აღმოჩენა ბავშვში, არის თუ არა გენეტიკურად კონკრეტული დაავადება ბავშვში გადასული, ბიჭებში, რა თქმა უნდა. მაგრამ რადგანაც 3 წლიდან და ზემოთ იჩენს თავს, ფრანგები მაინც ფიქრობენ, რომ ჯობია მშობელმა არ იცოდეს და ის 3 წელი ბედნიერად შეირგოს დატკბეს საკუთარი შვილის ჯანსაღი და ნორმალური განვითარებით, ვიდრე გაატაროს ნერვიულობასა და დარჩი და ელოდოს იმას, აი რომელ კონკრეტულ დღეს ვეღარ შეძლებს მისი შვილი სწრაფად სირბილს, საწოლიდან სხარტად გადმოხტომას, როდის უფრო შეეტყობა დაღლილობა და ასე ვლინდება სწორედ. პირველი ნიშნები გახლავთ ის, რომ ბავშვს ეტყობა იწყებს მხრების ტკივილის გამოვლინებას, ხშირად წუწუნებს, დაღლილია, სირბილი უჭირს, სიარულზეც შესამჩნევი ხდება, კიბეებზე ასვლა განსაკუთრებით თუ იქამდე მაგალითად ველოსიპედს ატარებდა, უკვე იწყებს ამის თავის მინებებას, იმიტომ ფიზიკურად აღარ შეუძლია და ეს არის კუნთების მილევა. სისუსტე თავდაპირველად ასე გამოვლინდება და შემდეგ ნელა დისტროფინი, პროტეინი ცილოვანი, რომელიც მოდებულია ასე ვთქვათ მთელს ორგანიზმში და კუნთის ქსოვილებზე მიილება და ქრება. შესაბამისად
ბავშვების მობილობის მოტორიკა, ანუ სამოძრაო მოტორიკა ფერხდება, ნელდება, გარკვეული ასაკიდან იწყებენ ეტლზე დამოკიდებულებას. შესაძლოა მთელი ყოველდღიურად არ მოიხმარდნენ, მაგრამ გარკვეული ბავშვად როცა შორი გზაა გასავლელი, სადმე სამოგზაუროდ მიდის ოჯახი, გარკვეულად მის ცხოვრებაში ჩნდება ეტლი, რადგანაც გარკვეულწილად ეტლზე დამოკიდებული ხდება. გარდა ამისა, დიუშენი და ბეკერი ორივე, მიუხედავად იმისა, რომ ბეკერი კიდევ ერთხელ არის უფრო მსუბუქი ფორმა, გვიან ვლინდება და შესაძლოა ადამიანმა მთელი ცხოვრება ბეკერის დიუშენით იცხოვროს ისე, რომ ეტლს არ მიეჯაჭოს, ასევე არ კონდეს სისუსტე, დაღლილობა, კუნთების, ასე ვთქვათ, შესამჩნევი მილევა, მაგრამ ეტლს არ მიეჯაჭოს, მთელი ცხოვრება იცხოვროს, დაუჯახდეს, ოჯახი შექმნას და ასე შემდეგ და ამას სამწუხაროდ ვერ შეძლებს დიუშენის დისტროფია, კუნთოვანი დისტროფია. აქ ხშირად გამოიყენება ეტლი და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რომ ეს დაავადება, გენეტიკური დაავადება პირდაპირ კავშირშია გულის და რესპირაციული სისტემის, ფილტვების ფუნქციონირებასთან. ამიტომ არის, რომ როგორც კი პაციენტს აღმოაჩნდება, გამოუვლინდება და ეს ხდება კუნთოვანი ბიოპსიის დათესვის გაკეთების საფუძველზე, ამის გამოვლენა, რა თქმა უნდა, თავდაპირველად მშობელი მიმართავს ექიმს ბავშვის ჩივილებით და ექიმი თვალის დათვალიერებითაც ხვდება, რასთან აქვს საქმე, რადგანაც, როდესაც ბავშვი იწყებს აი ამ ფორმის გამოვლინებას, სისუსტეს, ძალის წართმევას, სიარულს და შემდეგ ცოტა ოდნავ მუხლის თავების შემსხვილება ხდება. და ეს არის პირველი ნიშანი თვალით დაკვირვების შემთხვევაში და ასევე სკოლიოზისკენ წასვლა მისი ხერხემლის. ამიტომ თვალით დაკვირვებითაც, შიშველი თვალითაც ექიმს აქვს უკვე ეჭვი, მაგრამ შემდეგ მთელი რიგი გამოკვლევებია ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მათ შორის გენეტიკური გამოკვლევა, იმისათვის, რომ დადგინდეს 100%-ით და აქედან უკვე იწყება გულის როგორც კუნთის, როგორც ორთოპედიული, როგორც გულის, ისე ფილტვების და ასე შემდეგ მთელი რიგი კომპლექსური მულტიდისციპლინური მკურნალობა დაკვირვება და ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაკონტროლება ბავშვის, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე. დიანა, ძალიან დიდი მადლობა. კეთი, ეხლა მე შენთან გადმოვალ კითხვით, ყველაზე მთავარი რაც არის კითხვა იმას, რომ დიდი ხანი ეხლა ლაივებს მართავ, ჟურნალისტი, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია გესაუბრო ამ თემაზე, ემოციის გარეშე, მშობელს, რადგან მე თავადაც პირველ რიგში ჯერ მშობელი ვარ და მერე ვარ სხვა დანარჩენი და გითანაგრძნობთ ამ ბრძოლაში და ბოლომდე გადევნებთ თვალს და გუგულს შემატკივრობთ. ძალიან რთული გზა არის თქვენთვის გასავლელი ეს ყველაფერი და მინდა მცირე რაკურსით პატარა დოზით გითხრა მაყურებელს გააგებინოთ რა გზა გაიარეთ პირველი სიმპტომებიდან საბოლოო პასუხამდე და რა იყო ფსიქოლოგიურად ყველაზე რთულად მისაღები თქვენთვის როგორც მშობლისთვის. დიდი მადლობა თქვენ თეკლა, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა, ქალბატონო დიანა. კი, ნამდვილად ხედავთ, რომ ყველა Google შემატკივრობს და მთელი საქართველო კი არა, პაშტი მთელი მსოფლიო დაუდგა ჩვენ შვილებს გვერდით და ძალიან დიდი მადლობა ყველას ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ცხოვრების გამოწვევა ყველა მშობლისთვის, როდესაც იგებ იმ რეალობას, რომელიც არც კი წარმოგედგინა ცხოვრებაში, არც გაგიგია მსგავსი დიაგნოზი და როგორც ქალბატონმა დიანამ ახსენა, ეს არის ერთ-ერთი მძიმე იშვიათი გენეტიკური დაავადება, ნერკუნთოვანი, რომელიც ყველა კუნთს და ყველა ორგანოს ეხება აბსოლუტურად. და 2019 წელს გავიგეთ ჩვენ, მე მაშინ 5 წლის მყავდა ირაკლი ამჟამად 13 წლის არის. და იმ დღიდან სხვა ცხოვრება დავიწყეთ, რასაც ქვია. ანუ ცხოვრება გაიყო ორ ნაწილად, დაავადებამდე და დაავადების შემდეგ და რა თქმა უნდა, პატარა ასაკიდან ვატყობდი მე ბევრ შეზღუდვებს ჩემ შვილს და თავიდან მეუღებლობაც ჰქონდა, მიკვირდა კიდეც, იმიტომ რომ თანატოლებთან რო ვადარებდი, სულ სხვანაირი ბავშვი მყავდა მე, ანუ ის რაც შეეძლო თავის თანატოლებს, ჩემ შვილს ელემენტარული გაკეთებაც უჭირდა. მაგრამ გონებით ეს ბავშვები არიან უაღრესად ნიჭიერები და გონიურულები ძალიან და
ანუ 5 წლის ასაკში გავიგე და უკვე მეორე ბიჭიც მყავდა 5 თვის მაგ დროისთვის და ორივე არის ღმერთის საჩუქარი, მაგრამ მეორე ბიჭს არ აქვს აბსოლუტურად ეს დაავადება. ჩვეულებრივად ჯანმრთელი ბავშვია. და 2019 წლიდან დავიწყეთ ბრძოლა. არასდროს არ დამავიწყდება გაგების დღე, იმიტომ რომ ყველა ექიმს არ გააჩნია იმის ეთიკა, რომ ეს ისე გითხრას ცოტა ანუ პირდაპირ ისე მოგვიყვა ამ დაავადებაზე, რომ იმ მომენტში წარმოვიდგინე, რომ всё უკვე დავკარგე შვილი და თითქოს და ეს ბავშვი ჩემს გვერდით არ იდგა. ეგეთი ის მივიღე და მე რა თქმა უნდა პირველი აქ ხელმისაწვდომი იყო ესეთი ანალიზი კრეატინ ფოსფორკინაზა. ამაზე გაგვიშვეს და რომ მივიღე ეს პასუხი და რომ გავხსენი კონვერტი, ანუ უკვე დავწმუნდი რა სამქონდა საქმე და რა თქმა უნდა პირველ რიგში დავგუგლე ეს დაავადება, ექიმს კი მოусმინე და ყველაფერი ეტაპობრივად ამიხსნა, მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ გულში ფიქრობდი არა ეს არ ექნება ჩემს შვილს. მაგრამ დავდექი ამ რეალობის წინ და ანუ იმ დღიდან სულ სხვა ცხოვრება გვაქვს და სულ სხვა გავხდით ყველა. სულ ვართ მორგებული ამ ბავშვზე და როგორ გაუმარტივოთ ცხოვრება და როგორ დაუდგეთ გვერდით და ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. ყოველი ჩემი დღე რაც მახსენდება არის შიშთან, რაღაც შეზღუდვასთან, ახალ დაბრკოლებასთან შეხვედრა. სამწუხაროდ ყოველი თვის ბოლოს ჩვენ რაღაცას ვკარგავთ, რაც შეგვიძლია. მე 3 წლის განმავლობაში საქართველოში, თბილისში, ჩვენ თვითონ აფხაზეთიდან ვართ. იქიდან ჩამოვყავდა ყოველი 3 თვე და ბინასაც ვქირავდით, ანუ და ესე რეაბილიტაციებში და რაც იყო აქ ხელმისაწვდომი, ყველაფერს ვუკეთებდით. და ეს გრძელდებოდა 2 წლის ნახევრის განმავლობაში და 2021 წელს ვიფიქრეთ წაგვიყვანა საფრანგეთში, იმიტომ რომ ძალიან უჭირდა უკვე ფეხზე დგომა და ერთხელ გაკვეთილზე ვერ ადგა სკამიდან და ძალიან ინერვიულა ამაზე და მაშინ გადავწყვიტე წამოყვანა საფრანგეთში, იმიტომ რომ აქ მაშინ წამლებზე არ იყო იმდანაც საუბარი და იქ იყო რაღაც კვლევები, რაღაც წამლების გატესტვა რაღაც და ვიფიქრე წავალ საფრანგეთში და რამეს მიიღებს მეთქი ჩემი შვილი. ზუსტად მაშინ 2021 წლის დეკემბერში ჩავედით საფრანგეთში და 13 დღე ვიყავით გარეთ, რასაც ქვია, ანუ ჩვენი თუ სადმე რაღაცას და ეს ანუ მე 7 თვეს მოვხდით ექიმთან. მე იქ ძალიან ძნელია ვინც არის იქ ძალიან კარგად იცის რასთან არიან შეჯახებული. ანუ მივედი და ბავშვი რომელსაც ძალიან უჭირდა გადაადგილება ხან იქ ვიყავით, ხან იქ და მე რომ მოგცეს სასტუმროში ერთი ოთახი, ერთ ოთახში ვცხოვრობდით 5 ადამიანი. მაგრამ როცა შვილის გადასარჩენად მიდიხარ, ესეთ რაღაცებს დაბრკოლებად არ თვლი. და მე რაღაცნაირად წარმოვიდგინა, რომ ჩემი შვილი ესე მალე არ მიატოვებდა სიარულს, მაგრამ ჩავედით დეკემბერში და ზუსტად თებერვალში გახდა ირაკლი 9 წლის და 28 თებერვალს კაკრას აქ აღინიშნება იშვიათი დაავადებების დღე, მსოფლიო დღე და ანუ იმ დღეს აქვს დაავადების დღე და 9 წლის გახდა და იმის მერე ჩემი შვილი დაჯდა ეტლში ჩაჯდა და გახდა ეტლით მოსარგებლე. მაგრამ რაღაცნაირად იცით რა მომენტია, თვითონ ისეთი ბავშვია ცოტა ამაყია და არ აღიარებს რომ რაღაცა არ შეუძლია რაღაც და ცდილობდა რომ ეს ყველაფერი გულში შეენახა, ანუ არ გამოგქონდა აქეთ და ეს არის კიდე უფრო უარესი და ანუ მე 7 თვეს მოვხდი ექიმთან და სანამ ექიმთან მოვხდი, უკვე ბავშვი აღარ დადიოდა. იქ თავისი პროცესებია გასავლელი, თან ყველა ადამიანს ინდივიდუალურია იქ, როგორ გაგიმართლებს, რომელი კომპანია აგიყვანს, ვინ გიმფარველებს, ამაზე ყველაფერი დამოკიდებული და მე პირველი დღიდან ვითხოვდი მარტო წამალს. ეს იყო ჩემი ოცნება, რომ მიიღო ირაკლის დროულად წამალი და
ანუ კი ჩაჯდა ეტლში მაშინ, მაგრამ მაშინ ძალიან კარგად იყო, ყველა ორგანო კარგად ქონდა, ფეხების ჩაკეტვა არ ქონდა, არაფერი ჩვეულებრივად ამოძრავებდა ფეხებს, კი არ დადიოდა, მაგრამ მოძრაობები არ ქონდა შეზღუდული. ანუ რო იჯდა ისე, გადაბრუნება შეეძლო რაღაცა და 2 წლის განმავლობაში ჩვენ მალადი საბუთიც მივიღეთ მედიცინური რაც არის ყველაფერი, მაგრამ სულ ესე გამოვდიოდი ექიმებიდან, რომ კერძოდ სტრასბურგში ვიყავით და ოტოპიერში ვიყავით კლინიკაში, პროფესორ ლოჟელთან, ერთ-ერთი წამყვანი პროფესორია და ესეთი რაღაც მითხრა, რომ ჩვენო ჯერო კვლევაშია, ჩვენ ვერ ჩაგთავთო და ჯერჯერობითო თქვენთვის ხელმისაწვდომი პრეპარატი არ გვაქვსო, თანო ეს ყველაფერი არისო ძალიან დიდ თანხებთან და ფინანსებთან დაკავშირებულია და საერთოდ ყველა ქვეყანა რომელსაც გააჩნია რესურსი თვითონ იძენსო ამ წამალს, თვითონ ითხოვსო და არეგულირებელ კომპანიებს და იმებს შემოაქვთ და ბავშვები იღებენო ამ წამალს. ანუ სულ ამაზე იყო საუბარი. რახან ესეთი ძვირი იყო უკვე ეტლში მჯდომი ბავშვისთვის, არ ემეტებოდათ ესე ვთქვათ. მე მაგათიც არ მივიღებს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ვალდებულება და ჩვენი ქვეყანა არაფრით არ ჩამორჩება ფინანსებით და ბიუჯეტით ქვეყნებს. და თვითონაც არიან ამაში, ანუ როცა ჩამოდიან აქედან წარმომადგენლები, სულ იმას გაიძახიან, რომ ყველაფერი რიგზეა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ ბავშვები და აბსოლუტურად ყველა დაავადება ვმართოთო. და მართლაც ეგრეა, თუ მოინდობებენ და თუ არის ნება. და მე 2 წლის განმავლობაში რახან ვერ იღებდა ჩემი შვილი ამ წამალს და უკან გსვლა გქონდა, ელემენტარული ჰორმონი ვერ დაუნიშნეს, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა კანონები აქვს, ანუ ამას ჰქონდა სიმსუქნის მიდრეკილება და ვერ უნიშნავდნენ კორტიკოსტეროიდებს და ჩვენ ჰორმონიც გვიან დავიწყეთ და რახან ხედავდი რომ უკან სვლა იყო, დავაპირე აქეთ საქართველოში დაბრუნება. და დაუბრუნდით 2 წლის მერე და რაც დაუბრუნდი იმ დღიდან გავიცან ჩემნაირი მშობლები, ვისაც ერთი გაჭირვება გვაქვს და დუშენი მა დაგვაკავშირა ყველა ერთმანეთს და გავხდით ერთი დიდი ოჯახი და 2 წელია ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის წამალს და იცით რა არის, როდესაც წლების წინ წამალი არ არსებობდა, არც კი მქონდა ოცნება და არც კი ვიფიქრებდი, რომ კანცელარიის წინ ვიდგებოდი და ვითხოვდი ჩემი შვილისთვის წამალს, იმიტომ რომ ჩვენ მე იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი თუ იქნება სადმე წამალი, არავინ არ დაგვიდგება, ანუ პირიქით დაგვიდგებიან გვერდით და მოწინააღმდეგედ არავინ არ დაგვიდგება. ესეთი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ალბათ ყველაფერი ბოდიში რომ გაწყვეტინებ დინამიურობა დავიცვათ ნახე რატო გეუბნები კონკრეტული კითხვები მაქვს გამზადებული და მაგამდე კულმინაცია ბოლო ეფექტი მირჩევნია ვისაუბროთ მე უკვე პროტესტზე და ბოლოში ვისაუბროთ უკვე დღევანდელ შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვნად დაემთხვა ის რომ დღეს მოხდა შეხვედრა და კარგად რო აეწყოს მე უკვე ეს უნდა გავრცელდეს როგორც YouTube-ზე ასევე Facebook-ზე და ამიტომ ბოდის კითხვა შემოწირფასო. მაშინ ვიტყვი ზოგად ბავშვის მდგომარეობას. ამჟამად უკვე ქვედა კიდურები გვაქვს ძალიან შეზღუდულ და რთულ მდგომარეობაში. ცოტა სკოლიოზიც გვაქვს განვითარებული, ოსტეოპოროზის დაგვემატა, ანუ ერთ დაავადების ქვეშ რამოდენიმე დაავადება იქცევს თავს და ეს არის ძალიან ძნელად სამართავი. და ეხლა ვარ იმ რეჟიმში, რომ ხელებში აქვს წამოსული და ანუ ცოტა ემოციურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ მართლა ეს არის ჩემი რეალობა. დილით უკვე 2 თვეზე მეტია, კიდე მეტიც არის, 3 თვეც არის, რომ მე ჩემი შვილი ვეღარ მეხუტება. თუ მე არ ავუწი ხელი და არ ჩავიხუტე, მაგის გარეშე, ანუ ყველაფრის იმას ართმევს ეს დაავადება ამ ბავშვებს და რა ვიცი, ძალიან ძნელია მშობლისთვის და პირველ რიგში თვითონ ბავშვისთვის არის ეს ყველაფერი ძნელი.
ბოდიში კეთი რომ ამ ყველაფერზე გიწევს საუბარი, მე ვიცი რა არის მარტივი, თავიდან რაც ისედაც იცი და შენი ყოველდღიურობა ამაზე დადგე და ესე საჯაროდ ილაპარაკო, მით უმეტეს პროტესტში ხარ უკვე რამდენი ხანია ჩართული და ძალიან რთულ გზას გადიხარ. დიანა, მინდა ეხლა შენთან გადმოვიდე, ჩემო კარგო, ნახეთ ესეთი კითხვა მექნება თქვენთან, რადგან მშობლისგან მოვისმენთ ეს მდგომარეობა ჯანმრთელობის ირგვლივ. მინდა გკითხო ესე, პროგრესირების ეტაპებზე როგორ საუბრო, როგორ ვითარდება დაავადება ასაკთან ერთად და რა ასაკში ხდება ხოლმე კრიტიკული. არის ეს ინდივიდუალური შემთხვევები თუ ყველასთან ერთნაირად ვითარდება ხოლმე? მე ჩაგირთე, მე შენ დააჭირე თავიდან გაითიშა, ეხა ჩართე? ჩაირთო? ვიტყვი ისევ გავიმეორებ, არის DMD ფორმა თუ DMB ფორმა, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ანუ DMD დიუშენი დისტროფია და ბეკერი დისტროფია. თუ ბეკერი დისტროფია, კიდევ ერთხელ ეს გვიან გამოვლინებადი ფორმებია, იგივე რაც კეთი მახსენა, ფეხებში არსებული შეზღუდვები, გადაადგილების, ხელებში არსებული მხრების კუნთების სისუსტე, მენჯისძვრების კუნთების სისუსტე, მილევა, აი ამ პროტეინის დისტროფინის, რომელიც აღარ გამომუშავდება უბრალოდ ორგანიზმში და ეს ხდება გვიან ბეკერის შემთხვევაში, 15 წლიდან და უფრო მოგვიანებით. თუმცა კიდევ ერთხელ შესაძლოა ინდივიდუალურია გააჩნია ბავშვის ორგანიზმს, ადამიანის ორგანიზმს და იმ მკურნალობას და პრეპარატულ მთელ მულტიფუნქციურ ქსელს და იმ სხვადასხვა დაავადებებზე, მათ შორის როცა ეს გენეტიკური დაავადება ასევე მოიცავს სხვადასხვა ორგანოებს, კონკრეტულად განსაკუთრებით გულს და ძალიან საყურადღებოა აქ გულის და ფილტვების ყურადღება და მიქცევა, ასევე დაკვირვება და კონტროლი და მკურნალობაც ხშირ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ რა არის მწვავე განვითარება, ყველაზე მწვავე განვითარება, როდესაც გული კუნთია და თავად გულსაც სჭირდება ეს დისტროფინის შესაბამისად, როდესაც არ მიეწოდება და თუ ორგანიზმში ხელოვნურად არ შედის კონკრეტული მედიკამენტების სახით, რომელსაც კეთი და კეთისნაირი მშობლები ითხოვენ, მაშინ კი ბატონო, სამწუხაროდ კეთი მომზადებული იმედი მაქვს, რომ დღეს აქ ჩვენ ვისაუბრებთ იმ რეალობაზე, რა რეალობის წინაშეც დგანან ეს ბავშვები, იმისათვის რომ ჩემი პირადი სურვილი რა არის ამ გვარი ჩართვისა, ის რომ მივიტანო ჩემი ერთი სიტყვაც ხელისუფლებამდე, რომელიც პასუხისმგებელი ერთადერთი პირია წამლების შემოტანისთვის. და ეს წამალი კონკრეტული წამლები და სამი ტიპის წამალი კონკრეტულ, რომელიც მაგალითად საფრანგეთში მიეწოდებათ ბავშვებს, რომელიც იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ასე შემდეგ გავრცელებულია, ჩაშვებულია მკურნალობაშია და ეს არის თხევადი სახით მისაღები ყოველდღიური პრეპარატი, რომელიც ჭირდება ბავშვს გამოიმუშავოს სტაბილურობა მოხდეს, მისი კუნთოვანი სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება, რომ რასაც კეთი წუხს, რომ ბავშვი თანდათან კარგავს აი ამ უნარებს, ხელებში არსებულ უნარებსაც, რომ ეს გაახანგრძლივდეს და რაც შეიძლება დიდი დროით გადაიდოს, იქამდე სანამ მეცნიერება მუშაობს იმაზე, როგორ განკურნონ კონკრეტული ბავშვები და კი ბატონო, არის ეს დღევანდელი კვლევების შედეგებით მისაღები, მიღწევადი დრო სჭირდება, მაგრამ პირველი საფრანგეთმა უკვე დადო, პირველი შედეგები, როდესაც გენური თერაპიით, იგივე გენური თერაპიით მოხდა ბავშვის გადასხმების სახით, ასე ვთქვათ, ვენური გადასხმების სახით შეყვანა ორგანიზმში და ბავშვი დარბის, ბავშვიც ვეღარ დადიოდა, დარბის, ველოსიპედით დადის და ყველა სპორტულ აქტივობაშია ჩართული. ახლა უკვე 3 ბავშვი გადის კონკრეტულად იგივე გენურ თერაპიას. თუ ამ 3 ბავშვს ასევე წარმატებით გამართლდა, აპირებენ რომ ჩაუშვან მსოფლიო ქმედებაში, ასე ვთქვათ, გაყიდვაში, შეასყიდონ სხვადასხვა ქვეყნებს და თეთრ სწორად აღნიშნა, რომ ეს არ არის დაავადება, რომელიც ბევრ ბავშვს საბედნიეროდ იშვიათი საქართველოში 80-დან 100-მდე ბავშვია, თუ არ ვწდები თეთი, სულ რაღაც საქართველოში. და აი ამ 80-დან 100-მდე ბავშვებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ითხოვენ დედები, რომელი მედიკამენტებიც წარმატებით ფუნქციონირებს ევროპაში. სხვადასხვა მედიკამენტები აქ არის ტამოქსიფენი, ჟივინოსტატი, ვამორლონე აგარმე, რომელიც ესპანეთში ფართო გავრცელებაში და მოხმარებაშია, ასევე საფრანგეთში და რომელსაც კარგი შედეგები აქვს, რომელიც აი ხელოვნური სახით აწვდის ბავშვებს ამ დისტროფის და რომელსაც აქვს შედეგები ის, რომ სტაბილურად არიან ბავშვები. შესაბამისად, ამის გარდა
ესაჭიროებათ გულზე კარდიოლოგიური დაკვირვება და მკურნალობა ასევე თუ მათ სჭირდებათ იმისათვის რომ გული ჯანსაღ მდგომარეობაში შეინარჩუნოს ბავშვმა ასევე ფილტვები ვენტილაციები ღამის საათებში ესაჭიროებათ ბავშვები უნდა იყვნენ ნახჭურულით არა მხოლოდ ეტლებით სახელმწიფოს მხრიდან არამედ სასუნთქი აპარატებით ყველა საჭირო და ასევე რაც ყველაზე მთავარია და მე მაინტერესებს ქეთის კითხვა თუ არის ეს ხელმისაწვდომი კინეზითერაპიული მკურნალობა ყოველ კვირაში მინიმუმ 2 თუ არა 3 ვიზიტი კინეზითერაპევთან, ანუ მასაჟისტთან, მარტივი ენით რომ ვთქვათ. რაც ასევე ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ მობილობა როგორც ფეხებში არსებული, ისე ხელებში და მხრებში არსებული. ამის გარეშე საფრანგეთში ეს დაავადება არ მიმდინარეობს. და ეს არის მუდმივი და ყველაზე თვალსაჩინო აი გუშინ კითხულობის სწორედ კვლევას ამასთან დაკავშირებით რა შედეგი აქვს კინეზითერაპიას ამ დაავადების შემთხვევაში. ყველაზე თვალსაჩინო შედეგი დაიდო კოვიდის დროს საფრანგეთში, როდესაც კოვიდი პირველი ასე ვთქვათ შეჩერება მოხდა მოსახლეობის სახლებში, ლოკდაუნი და დაიკეტა მასაჟისტების, ანუ კაბინეტები. შესაბამისად ბავშვები კონკრეტული ბავშვები ვეღარ დადიოდნენ მასაჟზე, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეუჩერდათ ეს კონკრეტული კურსი და უკუ შედეგი მიიღეს. ბავშვები ჩაიკეტათ სამობილო სახსართა შორისი სისტემა და ამან აჩვენა ის, რომ კინეზითერაპია არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული. ბავშვების მკურნალობა, ბავშვების მასაჟი, ბავშვების ვიზიტები ყოველ 6 თვეში ერთხელ სპეციალისტებთან და არა მხოლოდ ერთ სპეციალისტთან, კიდევ ერთხელ როგორც პულმონოლოგთან, ისე კარდიოლოგთან, ისე ორთოპედთან, ისე კინეზითერაპევთან და ასე შემდეგ, ნეიროლოგთან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერიც ასევე სრულად უნდა იფარებოდეს სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ეს ხდება ევროპაში, როგორც ეს ხდება საფრანგეთის შემთხვევაში. ახლა კეთი მისაუბრა ის, რომ კონკრეტული წამლები უნდა შეიძინოს ქვეყანამ და კი მართლაც, რადგანაც ეს არის იშვიათი დაავადებების ციკლში შემავალ დაავადება, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შეიძინოს ადაპტირებული წამალი, რომელიც ყველაზე უფრო დატესტილია, ასე რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად ევროპის ქვეყნებში და შემოიტანოს საკმარისი დოზა იმ 80-დან 100 ბავშვამდე მცირე რაოდენობის ბავშვების, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვყავს. 2 წელი, კეთი თქვა, რომ 2 წელია ისინი წამალს ითხოვენ, ეს არის უდიდესი დრო. უდიდესი დრო დაკარგული დრო ჩვენი ბავშვების, იმიტომ რომ მისი შვილი 9 წლის ასაკში ჩაჯდა ეტლში, როცა შეიძლებოდა ეს 15 წლიდან მომხდარიყო. და ყოველი წელი მოგებული ეტლის გარეშე არის უდიდესი რამ მშობლისთვის და არა მხოლოდ მშობლისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არც ერთი არაფრად არ გვიღირს ალბათ არც ერთი ბავშვის არც ერთი დღე სიცოცხლის. სავალალო შედეგი სამწუხაროდ დგება 20 წლიდან ზემოთ. იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა არ არის სახელმწიფოს ჩართულობა, სათანადო მკურნალობა, სათანადო მედიკამენტები და ჩვენი პატარები პატარა ასაკში არიან და ვიმედოვნოთ, რომ კიდევ ერთხელ ეს გენური თერაპიები, რომელიც უდიდესი იმედი არის დამყარებული, რომ მსოფლიო მისჩერებია სწორედ აი ამ კვლევების მაქსიმალურ შედეგებს, რომლებიც დაიდება და ჩაიშვება, ასე ვთქვათ, მკურნალობაში, რის საფუძველზე ბავშვებს უხანგრძლივდებათ გადაადგილება, უხანგრძლივდებათ სიცოცხლე, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. მაგრამ იქამდე ეს კონკრეტული მედიკამენტები, რომელსაც ევროპის ქვეყნები იყენებენ და კი ყველა ქვეყანამ უნდა შეიძინოს საკუთარი ქვეყნის მოსახლე ბავშვებისთვის. ამიტომ არის რომ საფრანგეთმა უარი უთხრა ქეთის და ამიტომ არის რომ საფრანგეთმა უარი უთხრა, რადგანაც ჩვენი ქვეყანა და მე მიმუშავია საფრანგეთში ჩამოსულ დაავადებულ ადამიანებთან, არა მხოლოდ ბავშვებთან და სამწუხაროდ ბევრი უარი მათ ამ ბოლო წლებში, რადგანაც ჩვენი ქვეყანა 100%-ით აწვდის ინფორმაციას და მათი შეთანხმება ასეთია, რომ ყველა მკურნალობა ხდება უკვე 100%-ით ფინანსირდება საქართველოში და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მოსახლეებს არავითარი პრობლემა არ გააჩნიათ მედიკამენტებზე, ისე როგორც ოპერაციების კონკრეტული ოპერაციების დაფინანსებაზე. ამიტომ არის რომ საფრანგეთი ეუბნება საქართველოს მოსახლეობას აქ ჩამოსულს, რომ თქვენი ქვეყანა, რომელიც არის საკმაოდ მაღალ დონეზე ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, გვეუბნება, რომ აქვთ კონკრეტული მედიკამენტები, კონკრეტული დაავადებების მკურნალობა, კეთდება ოპერაციები და ასე შემდეგ და მიაშურეთ თუ შეიძლება თქვენს ქვეყანას, რომელიც ვალდებულია
დაგეხმაროთ, მოგხედოთ, გიმკურნალოთ და შევინარჩუნოთ სიცოცხლე და ძალიან ბევრია ქეთის მსგავსი ადამიანი, რომელიც ჩამოდის იმედით და ამ პასუხების ფონზე უკან ბრუნდება. დიანა, მადლობა. ქეთი გადმოვალ ახლა შენთან შეკითხვით და ამ ჩემი კითხვის ფარგლებში დიანას კითხვასაც მინდა რომ უპასუხო, როგორ გამოიყურება დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მისი ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღე საქართველოში, რასთან გამკლავება გიწევთ ყოველდღიურად ამ გულისხმობ რეაბილიტაცია, ფინანსები და საზოგადოების რეაქციები, მატერიალურად რა ხარჯებთან არის ერთი დღე დაკავშირებული და ამ პასუხში ჩართე დიანასაც უპასუხე ძალიან გთხოვ. ხო ისმის ახლა დილის რუტინა მაგალითად დილის რუტინიდან რო დავიწყოთ ძალიან სიმძიმეებთან არის დაკავშირებული როცა ბავშვი არის მიჯაჭული და უკვე გადაადგილება უჭირს თავისთავად წონაც ემატებათ ზოგი ძალიან სუსტია წონით მაგრამ ზოგი ჩემი შვილი არის მაგალითად 76 კილო იღებს ჰორმონს დეფლაზაკორდს 2 წელი სრულდება რაც ვიღებთ ამ წამალს და აიმინდა ეს რო აღნიშნო რომ ამ ბავშვებს ყლაპო აუჭირთ ზოგადად 11 წლის ასაკიდან უკვე ყველას არა ინდივიდუალურის არის მდგომარეობა მაგრამ უმეტესობაში უჭირთ უკვე გადაყლაპო და ტაბლეტის გადაყლაპვა არ უნდა უწევდეთ ამ ბავშვებს იმიტომ რომ არის მომენტი როდესაც დიდებიც არიან და სულ ყოველ წამს რო შენ დაეხმაროთ და რაღაცა ამაშიც აქვს ცოტა პროტესტი და თვითონ როცა გადაყლაპავს და ვაი და თუ გადაცდა ეს უკვე სხვა შედეგთან დაგვაყენებს და ამიტომ არის რომ საზღვარგარეთში და ევროპაში და ყველგან რომ სიროპის სახით იღებენ ეს ბავშვები წამალს იმიტომ რომ იქ ყველაფერი არის ყურადღების ქვეშ აი მაგალითად მე რომ ბავშვი წავიყვანო რეაბილიტაცი მე საფრანგეთში რო ვიყავი ბავშვი ემსახურებოდა მანქანა მოვიდოდა ადაპტირებული ტაქსი თავისი მძღოლი და მე არ მიწევდა ბავშვთან ერთად იქ სიარული ბავშვი თვითონ მიყავდა ამ მძღოლს ჩააბარებდა რეაბილიტოლოგს კინეზოთერაპევტს და ნავარჯიშები ბავშვი დაბრუნდებოდა სახლში და მე ვხვდებოდი კარებთან აქვთ ეს მომსახურება და ჩვენს ქვეყანაში ეს არ გაუჭირდება და აქ იცით რა არის აქ ელემენტარული არის ესეთი რეაბილიტაციის ცენტრები მე ვცხოვრობ გლდანში და დამყავდა ნეიროგანვითარების ცენტრში აი ერთი თვე იქ რაღაც რაც არ დავდივართ თორე სულ იქ დამყავდა ეხლა გადავიყვანე ახლოს იმიტომ რომ 2 საათნახევარი მინიმუმ მინდა და ერთი ადგილი და მეორეში გადაადგილება და ეტლშტლით მოსარგებლე ბავშვისთვის ეს არის ძალიან რთული თან როდესაც მთავრობისგან არ მიგვიღია ჩვენ ეტლი ელექტროეტლს ვითხოვდი და არ მივიღე ეს ეტლი ეხლა მექანიკური ეტლი დამყავდა ეხლა კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს წინა აგვისტოში და იმ ეტლით სარგებლობს ჩემი შვილი და მადლობა იმ ადამიანებს ამისთვის და ანუ რეაბილიტაცია utardebათ ამ ბავშვებს პროგრამა არის სპეციალური აბილიტაცია რეაბილიტაციის პროგრამა და კი თვეში 12-18 ვარჯიში უკეთდებათ ამ ბავშვებს მაგრამ ეს არის ძალიან მინიმალური იმიტომ რომ ამ ბავშვებს ჭირდება სპეციალური გაწელვები თან ყველა ცენტრში არ არის ისეთი რეაბილიტოლოგი ვინც იცის დიუშენი რა არის ჭირდება სპეციალური გადამზადება და ეს ყველაფერი ეტლიდან დაწყებული ყველაფერი ამ ბავშვებს უნდათ მორგებული დიუშენზე დიუშენს რატო ამბობ? იმიტომ რომ როცა ბავშვი ეტლს არის მიჯაჭული, იქ უკვე მიდის კიდურების დეფორმაცია, თლიანი ჩონჩხის დეფორმაცია და ამ დროს ბავშვს ჭირდება ისეთი ეტლი, რომელიც მორგებული ექნება, მათ თავის დაჭერაც უჭირთ ასაკთან, ასაკში როცა შედი, ანუ როგორც ემატებათ ასაკი, ისე გურთულდებათ ყოველდღიურობა და ამაზე უარესი დიაგნოზი არც არსებობს მე ერთ-ერთი მძიმე ნერვკუნთოვანი დაავადება როგორც ამერიკაში ეძახიან killers და როცა მსოფლიოში ზეიმობენ უკვე წამლის შემოსვლას ჩვენ გვიწევს ამ წამალზე ბრძოლა და უკვე 3 მარეგულირებელი ყველაზე ძლიერი მარეგულირებელი EMA, FDA და NICE ანუ დიდი ბრიტანეთის მაცხოვარი აღიარა და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ძალიან სწრაფად ველოდებით წამლებს და
ამ ბავშვებს ყველაფერი უნდა დადაპტირებული. როცა მეუღლე არ არის სახლში, მე მიწევს ბავშვის აწევა, უკვე ვერ ვწევ, ამიტომ მჭირდებოდა ამწე. ამწე შევიძინე ჩემი თანხებით აბსოლუტურად, არავის არ მოუწია ჩემთვის და მართლა საჭიროებებზეც არ არის აქ ზრუნვა. მაგრამ იმედია ესეც შეიცვლება, იმიტომ რომ რაღაცა იმედები გამოჩნდა და 2 წლის განმავლობაში ვითხოვდით მულტიდისციპლინურ გუნდს. აი ზუსტად იმას პასუხობ, რაც ქალბატონმა დიანამ თქვა. ანუ მარტო კარდიოლოგი კი არა, ყველა სპეციალისტი არის ჩართული, იმიტომ რომ ამათ ჭირდებათ ორთოპედი, ენდოკრინოლოგი, პირველ რიგში ჭირდებათ ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი. ეს არის 3 ყველაზე სასწრაფო ექიმი ამ ბავშვებისთვის. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და აქ სასუნთქი გზები არის, ეს ფილტვია და ანუ ყველაფერი არის საყურადღებო და მე საფრანგეთში ბავშვს რომ მივიყვანდი კლინიკაში დამიბარებდნენ, არც გიწევდა იქ შენ იყავი ამ დღეს დაბარებული, მაგალითად მიხვიდოდი დილის 10-ს და საღამოს 8-მდე ყველა პროფესორი დაახლოებით 18 თუ 16 პროფესორი შემოდიოდა ყველა ცალ-ცალკე კონსილიუმივით ერთმანეთს მერე ეტყოდნენ მდგომარეობას, ანუ კარდიოლოგი, ნევროლოგი, ორთოპედი, რა ვიცი, პულმონოლოგი არის კიდე ერთ-ერთი მთავარი, ანუ ყველა ექიმი არის ამ ბავშვებთან მთავარი და საფრანგეთში ამ შემოწმებას სრულიად უფასოდ გავდიოდით, ეს მულტიდისციპლინური გუნდი არსებობს ყველა კლინიკებში და შეფასებული ბავშვი მომყავდა სახლში და მე იმ საღამოს შემეძლო ცოტა მშვიდად დამეძნა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე არ გამომეპარა გულის კუნთის უკმარისობა, მე არ გამომეპარა ფილტვის უკმარისობა და ანუ როცა ამ ყველაფერს აქცევ ყურადღებას და ამ ყველაფერს მართავ, მაშინ არის რომ დუშენი რაღაცნაირად სამართავი ხდება, მაგრამ ეს ისეთი დაავადებაა, რომ ამ საღამოს შეიძლება ბავშვმა მშვიდად დაიძინოს და ხვალდილით გაიღვიძოს უკვე გულის უკმარისობით და ამიტომ ყველა წამი, ყველა წუთი აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის და 2 წლის განმავლობაში რო ვითხოვდით ამ გუნდს, როგორც იქნა შეიქმნა იაშვილის კლინიკაში და მადლობა ექიმებს, რომ არიან ჩართულები ამ გუნდში და კიდევ არ რაღაც დეტალები გასაკეთებელი, მაგრამ ცდილობენ, რომ ყველანაირად გააკეთონ ეს ამ ბავშვებისთვის, მაგრამ ეს არ არის არავისი მიღწევა, გარდა მშობლებისა, მართლა მშობლების დაუღალავი შრომის და მერე ყველას გვერდში დგომის პირველ რიგში ექიმების. ამიტომ კითხო მატერიალურად ერთი დღე რაც თანხებთან არის დაკავშირებული თქვენთვის ყვება იქნება ეს თუ მედიკამენტი იქნება როგორც გავიგე ახლა ამ წეს თქვენ მოგიწიათ რომ გეყიდათ არც ეტლზე გქონდათ დაკმაყოფილება სახელმწიფოს მხრიდან და ამიტომ გეკითხებით მატერიალურად რა ხარჯებთან არის ერთი დღე თქვენი ოჯახისთვის ხარჯებთან არის რა თქმა უნდა დაკავშირებული ნორმალური პრეპარატები სჭირდებათ, ანუ D ვიტამინი სჭირდებათ, ნორმალური კალცი, ამის უკმარისობა, მით უმეტეს როცა ოსტეოპოროზი არ აქვს შულბა ოსტეოპოროზი აქვს, არ აქვს ამ ბავშვებს წამალი სჭირდებათ, მაგალითად ნორმალური, აი კარგი წამალი ღირს ჩვენს ქვეყანაში ძვირი მაგალითად და კი რა თქმა უნდა ყველაფერი მატერიალები იმასთან და ფინანსებთან არის კავშირში, იმიტომ რომ მშობელი ვერ იცლის სამსახურისთვის. მე თვითონ პედაგოგი ვარ, მუშაობ დილით სკოლაში და მე და ჩემი მეუღლე ვცვლით ერთმანეთს. ანუ მე როცა არ ვმუშაობ, იმ პერიოდში მეუღლე მუშაობს, მე როცა ვმუშაობ, ის სახში, ანუ ერთმანეთს ვცვლით და იყო მომენტი, რომ მე 2 სამსახურში ვმუშაობდი შიშშემპირით ესეთი ბავშვი და ანუ რა თქმა უნდა ფინანსებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ აქ ჩვენ ქირით ვართ მით უმეტეს პირად ჩემი იმას ვამბობ აფხაზეთიდან რო ვართ აფხაზეთში რა უნდა გამეკეთებინა ასეთი ბავშვით და როცა ჩამოვედი იმ დღიდან ვფიქრობდი რომ მალე წავსულიყავი თბილისში ჩამოვსულიყავი და აქ დამეწყო ხელახლა ცხოვრება და სამწუხაროდ მესამეჯერ ვიწყებ ცხოვრებას, მაგრამ ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ და გაუძლებ ყველა გამოწვევას, თავარია წამალი მიიღოს და მყავდეს იყოს ისე როგორც არის და
აი ეტლის ჩაჯდომა უკვე სხვა ეტაპია, იმიტომ არის მე ის მშობლები ძალიან მეწოდება, ვისაც აქვს შიში ეტლში ჩაჯდომის, იმიტომ რომ იმ დღიდან უკვე იწყება ბრძოლა ორგანოებთან, ანუ ბავშვის ორგანოები შენ თვალწინ იშლება და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ მშობელი და არ ვიცი, პირველ რიგში არის ეს ჰორმონი მოსაშორებელი, რასაც ეს ბავშვები იღებენ, იმიტომ რომ ამას იმდენი უკუჩვენება აქვს, რომ ბავშვებს დიუშენის კიდე ეს ჰორმონი დამატებული არის კატასტროფა. დეფლაზაკორტი, რასაც ახლა ესენი იღებენ. მადლობა ქეთი პასუხისთვის. დიანა, ეხლა შენთან გადმოვალ შეკითხვით, საფრანგეთის მოდელი როგორია, როგორ მუშაობს მართვის სისტემა დიუშენის, თუ შეგიძლია გითხრა და დიაგნოზის დასმიდან რამდენ ხანში და რა სახის სახელმწიფო მხარდაჭერას იღებენ ხოლმე მშობლები ამ კუთხით? დიაგნოზის დასმიდან მთელი პროცესი ბავშვს რაც ჭირდება სრულიად სახელმწიფო დაფინანსებით არის. ქეთი მახსენა რომ მის შულს ყველაფერი უფასოდ უტარდებოდა. წარმოიდგინეთ ბავშვს რომელიც არ არის საფრანგეთის მოქალაქე. ჩამოსული იყო თავშესაფრის მოთხოვნით და დაავადებით და ყველაფერი უფასო ჰქონდა. ემსახურებოდა ტაქსი, იყო კომფორტი და ასე შემდეგ. შესაბამისად ახლა წარმოიდგინეთ როგორ არიან მოქალაქე ბავშვები ამ ქვეყნის ფრანგი ბავშვები მსგავსი დაავადებით ყურადღებული და მიხედვილი სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა იგივე მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს ამ ბავშვებთან აღმოჩენის დღიდან. გამოკვლევები თავისთავად ცხადია ყველა 6 თვეში ერთხელ ეს გამოკვლევები და გადამოწმება ყველა ორგანოსი როგორც ქეთი ამბობდა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ორგანოებსაც ჭირდებათ ყველა კუნთები არსებობენ ფილტრებთან მიმართებაში მთელ სხეულშია ეს კუნთოვანი ქსოვილი შესაბამისად ჭირდება ეს დისტროფინის გენი რომელიც უნდა შევიდეს და შეივსოს ბავშვმა რეზერვი და ეს ხდება კიდევ ერთხელ ხელოვნურად აი ამ კონკრეტული თხევადის სახით მიღებული მედიკამენტებით შესაბამისად არის უდიდესი დახმარება და გარდა ამისა ფულადი დახმარება რომელიც ოჯახს კონკრეტულ ბავშვს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების პირ ბავშვს მიეწოდება და თანხები საკმაოდ მაღალია რამდენადაც მე ვიცი რადგან გარდა კიდევ ერთხელ იმისა რომ ყველაფერი საწოლის შესაფერისი საწოლი რომელსაც ბავშვი უნდა იწვევს იგივე ის ამწე იგივე ეტლი იგივე ყველა საჭირო სხვადასხვა და გარკვეულწილად ბავშვების სახლში ერთი ოთახი მოწყობილია აი ამ კინეზი თერაპიულ ოთახად სადაც ბავშვს პატარ-პატარა სამარჯიშოები ყოველდღიურად მშობელიც და მშობლების დატრენინგებაც ხდება ძალიან ხშირად იმიტომ რომ მშობელმა ასევე უნდა იცოდეს როგორ უნდა მართოს ყოველდღიურად საკუთარი შვილის საჭიროებები და სწორედ ამიტომ რომ ქეთი თქვა რომ ორსამსახურში უწევდა მუშაობა და რომ ეს არ მოუწიოს ბავშვზე მიჯაჭულია მშობელი ბავშვის მშობელი გაფორმებულია მის მომვლელ პირად ოფიციალურად და ის ცალკე იღებს ხელფასის სახით ყოველთვიურ თანხას სახელმწიფოს მხრიდან როგორც ბავშვის მომვლელი პირი დედა საკუთარი დედა და ამისა კიდევ ერთხელ ბავშვსაც აქვს ინვალიდობის ეგრეთ წოდებული თანხა საპენსიო თანხა საკმაოდ მაღალი და შესაბამისად მთლიანობაში ოჯახი ფინანსურად არავითარ ზეწოლას არ განიცდის იმ ზეწოლას რასაც ახლა ქეთი საუბრობს ვერც ერთი ფრანგი ოჯახი ვერ ჩამოთვლიდა და მათ ჩამონათვალში ეს არ შედის რა თქმა უნდა არის რთული ყველასთვის და ახლა მთელი საფრანგეთი არის მოლოდინის რეჟიმში რომ აი ეს გენური თერაპიები რომელიც დაიდო მამსაცდელი კვლევების სახით ჩაიშვას მასიურ მკურნალობაში უამრავი ფრანგი ბავშვი და როგორც მე კვლევებში წავიკითხე ყოველ 4000 ბავშვი 4500 ბავშვი ერთი იბადება საფრანგეთში დიუშენის დიაგნოზით შესაბამისად 66 მილიონი ამ ქვეყანაში წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვია ამიტომ არის რომ ქეთის უთხრეს ოპტიერის სტრასბურგის საავადმყოფოში მეც ახლა სტრასბურგიდან გერთვებით სხვათა შორის რომ აი ეს ბავშვი ვერ ჩაჯდებოდა ამ კონკრეტულ კვლევებში რადგანაც უამრავი თავანთი ასე ვთქვათ ფრანგი ბიჭუნა ყავთ უკვე რიგში და მოლოდინში რომ აი ეს
თერაპია გაამართლებს ბავშვებზე და საკმაოდ გაუხანგრძლივებს ცხოვრებას. ქეთის მინდა უთხრა, რომ ყველაფერი არის ინდივიდუალური, ბავშვზე დამოკიდებული. თქვენი შრომა, თქვენი ბრძოლა, თქვენი ეს ყოველდღიური ქუჩაში დგომა, ეს არის უდიდესი თავდადება და ალბათ ნებისმიერი დედისთვის ეს ნორმალური იქნებოდა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ და იმ ექიმების, როგორც თქვენ ახსენეთ, თქვენ მხარში დგომა და იმედი მაქვს სახელმწიფოს ჩართულობაც საბოლოო ჯამში შედეგს მივიღებთ იმას, რომ ბავშვები შეძლებენ გაიხანგრძლივონ, დაისტაბილურონ მდგომარეობა და კი ინდივიდუალურია. არიან ადამიანები, რომელსაც 64 წლამდეც მიუღწევიათ და ესეც არის მსოფლიოში ცნობილი, ასე რომ გადაწურულები ბავშვები ნამდვილად არ არიან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სულ რაღაც 80, 100 მაქსიმუმ ბავშვი მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს დაკმაყოფილებული მათი ნებისმიერი საჭიროების მიხედვით, ისევე როგორც ოჯახი, რადგანაც კი არის უიშვიათესი დაავადება და არავინ, არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ერი ამ დაავადებისგან არ არის დაზღვეული. აქვე ვიტყვი ერთ მაგალითსაც, რომელიც მაგალითად იტალიას გააჩნია. კონკრეტული მედიკამენტების მიმართ, რომელსაც მშობლები ითხოვენ. იტალიამ შეიძინა კონკრეტული დიდი ფარმაცევტიული ლაბორატორიული ცენტრისაგან იცით როგორ საფუძველზე, რა შეთანხმების საფუძველზე, თუმცა მე არ ვიცი საქართველოს რა გეგმა აქვს ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით. მაგრამ იტალიამ შეიძინა ამ შეთანხმებით, რომ შეიძინეს კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ, კარგად მუშაობს, უკვე და დატესტილია, კარგი შედეგებით და უკუჩვენებებით არის და თავად ჩაუშვა უпростоრად მოხმარებაში, თავად გადასცა საკუთარ იტალიელ ბავშვებს და აჩვენა რა შედეგი, შემდეგ გადაიხადეს თანხა. მე ვხვდები, რომ ეს არის მილიონობით ლართან დაკავშირებული პრეპარატების შენაძენი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიღოს. მაგრამ მაშინ რა ქვეყანა, რა არის სახელმწიფო, თუ ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ ბავშვებს, შესაძლებლობების პირებს, ინვალიდობით ბავშვებს, მძიმე დიაგნოზებით ბავშვებს, იშვიათი დიაგნოზებით ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პენსიონერებს და ამავდროულად. მაშინ სახელმწიფოებრიობა რაღა არის მაშინ, თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ კონკრეტული ბავშვების დახმარება, ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია ეს არის მილიონობით ლარის შენაძენი, მაგრამ ეს არის აუცილებელი, საჭირო და ბავშვების გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი. შესაძლოა იტალიის მაგალითიც გამოიყენონ. შეიძინონ გარკვეული პაკეტი, ნახონ რა შედეგი ექნება ჩვენს ბავშვებზე, თუ კარგი შედეგით დასრულდება ეს ასე ვთქვათ ცდა, ასეთი მერე გადაიხდიან თანხას და მერე გააგრძელებენ ამ კონკრეტული პრეპარატების შეძენას. კი ბატონო, ეს პრაქტიკაც გააჩნია აგერ იტალიას, რომელიც უკვე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე მიაწოდებს თავის მოსახლეობას ამ კონკრეტულ პრეპარატებს. მადლობა დიანა. ქეთი, მე ვიცი რომ ესე რადიკალური ქმედება, რასაც ქუჩაში გამოსვლა გვია მაშინ, როდესაც ესეთი დაავადების მქონე შვილი ყავს სახლში და თან კადრებში არაერთხელ ნახე პროტესტის მიმდინარეობისას, რომ ბავშვებიც თან გყავთ ხოლმე, ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა, ხო? და ეხლა უკვე პირდაპირ ამ პროტესტზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება და ამ თემაზე ვისაუბროთ. მხოლოდ ამ მედიკამენტის მოთხოვნა არის პრიორიტეტი ამ აქციის თუ ამ კუთხით სისტემურ ცვლილებებსაც აყენებთ თავარ საკითხად. როგორც დიანამ აღნიშნა და როგორც თქვენც თქვით, არ არის აქ მხოლოდ მედიკამენტის პრობლემა, ხო? თუნდაც ეტლი იქნება ეს, ამ წესაშუალება იქნება, თუნდაც მომსახურება კლინიკაში ბავშვისთვის გადაყვანა, გადაადგილება, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო მილიონს და მილიარდს ხარჯავს ხოლმე კონცერტებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე. მე როგორც ერთ რიგით მოქალაქეს მაქვს ესეთი დამოკიდებულება. არ მინდა ბატონო ეს ზარზეიმით მოწყობილი თქვათ ღონისძიებები, არ მინდა მილიონების და მილიარდების დახარჯვა სხვადასხვა მომღერლების თუ ასე შემდეგ ხელოვნების წარმომადგენლების ქვეყანაში ჩამოყვანა, თუ კი ეს მედიკამენტი და თუ კი ამ კუთხით დახმარება ამ ბავშვებისთვის უსაფრთხო იქნება და
უსაფრთხოს გულისხმობ იმაში, რომ არ იყოს საექსპერიმენტო, ხო ხვდებით რასაც ვამბობ. მე იმასაც ვტოვებ კითხვის ნიშნად, რომ თუ კი ეს რაღაც კუთხით დამაზიანებელი იქნება, რა თქმა უნდა, აქ უკვე უნდა დაისვას კითხვის ნიშნები და სწორად იყოს მიგნებული რა უნდა გააკეთოთ, ხო? და რა არის თქვენი მთავარი მიზანი? მხოლოდ კონკრეტული მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში, თუ ამ კუთხით მეტი ყურადღების მიქცევა არის მთავარი პრიორიტეტი? გიპასუხებთ, ანუ ჩვენ ქუჩაში გამოსვლამდე არაერთხელ გქონდა მოთხოვნა და შეხვედრა სამინისტროში. ამ ყველაფერმა გამოიწვევა ჩვენი ქუჩაში გამოსვლა ის, რომ ვისმენდით სულ დაპირებებს და არაფერი სხვა არ ხდებოდა. ელემენტარული მულტიდისციპლინური გუნდიდან დაწყებული და საერთოდ იცით რა, საქართველოში ამ ბავშვებს სტატუსი არ ენიჭებოდა შიშიშენ პირის. იმიტომ რომ როცა ესენი სანამ ეტლს მიჯაჭვული არ გახდებოდნენ, მანამდე არ აძლევდნენ ამ ბავშვებს სტატუსს და პირველი დღიდან როგორც კი გაიგებს შობილი რო აქვს ბავშვს დიუშენი, იმ დღიდან სჭირდება სტატუსი, იმიტომ რომ ამ ბავშვმა მოირგოს ის ხელმისაწვდომობა, რაც არის ქვეყანაში, მაგალითად რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამით. და ყავს ისეთი მაგალითები, რომ ყავს 21 წლის პაციენტი, რომელმაც გაყიდა დედამ ერთი ოთახი, რომ ბავშვისთვის შეეძინა სასუნთქი აპარატი. ყავს ისეთი ბავშვები, რომლებიც ვერ გამოდიან კლინიკიდან, იმიტომ რომ მშობლებს არ აქვთ იმის თანხა, რომ შეუძინონ სასუნთქი აპარატი და სად არის ამ დროს ქვეყანა? ქვეყანამ ხომ უნდა უზრუნველყოს ეს ყველაფერი ამ ბავშვებისთვის. და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და პირველ რიგში აუცილებელი რა თქმა უნდა არის მედიკამენტი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შვილების გადარჩენა. ამ მედიკამენტით ჩვენი შვილები ყველა გადარჩებიან, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ეს ბავშვები უნდა იყვნენ ყურადღების ქვეშ, ანუ სამინისტროს და ჩვენი ჯანდაცვის ყურადღების ქვეშ, რაც სჭირდებათ ის სტანდარტები ამ ბავშვებმა უნდა მიიღონ, იმიტომ რომ აქ სრულყოფილი უფლება იყონ ამ ქვეყნის შვილები ხო არიან და სჭირდებათ ეს ყველაფერი და ერთი რაღაც მინდა კიდევ თქვა. აი აღჭურვილობაზე და საჭიროებებზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ილიაუნის სტუდენტებს, რომლებმაც შეაგროვეს თანხა და ჩვენ შვილებს ორგანიზაციაში გადმორიცხეს ეს თანხა, რა თქმა უნდა და ჩვენი ყველა ბავშვი მიიღებს ყველა იმ აღჭურვილობას, რაც საჭირო და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის. ვინცაც სჭირდება ეტლები, მიიღებენ ეტლებს და ეს ყველაფერი იქნება, ანუ ყველა ნახავს ამ ყველაფერს, ანუ არაფერი არ დაიმალება, ეს თანხა პირდაპირ მიდის ამ ბავშვების საჭიროებებზე და აღჭურვილობაზე და შეუძენენ ეტლებს, სასუნთქ აპარატებს, ვის რა სჭირდება, საწოლებს და ჩვენი ორგანიზაცია ამ ყველაფერს გააკეთებს და იმედია მერე ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს ამ ბავშვების ამ სასუნთქი აპარატებით, ამ წეფით, ეტლებით და საწოლებით და ყველა იმ საჭირო ნივთით, რაც სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პირველ რიგში არის ერთ-ერთი პრიორიტეტი წამალი. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება მედიკამენტი, იმიტომ რომ დიუშენი არ იცით რომ ამბობთ, მართლა არ იცით. მე იმიტომ წამოვედი საფრანგეთიდან, რომ ახსენა ქალბატონმა დიანამ, რომ იქ არის ლოდინის რეჟიმი და მე 2 წელი ვიყავი იქ, ძალიან დიდი უკანსვა ჰქონდა ჩემს შვილს, ყველა ფიზიკური იმიდან, მდგომარეობიდან დაწყებული ფსიქოლოგიურადაც და მაგიტო წამოვედი, იქნება აქ მოვითხოვოთ წამალი და იქნებ უფრო მალე მიიღოს მეთქი ჩემმა შვილმა და სხვათა შორის იქ მე აქეთ წამოსვლის დროს მითხრა ბატონმა ლოჟელმა, იცითო თქვენ თუ აფხაზეთით ხართო, რუსეთში მალე იქნება წამალი და იმ მომენტში რაღაცნაირად მომეჩვენა ალბათ ისე ამბობს მეთქი არ დავიჯერე და მართლა რუსეთში უკვე ძალიან ბევრ ბავშვს გაუკეთეს ეს პრეპარატი დაწყებული გენური თერაპიიდან ყველა მედიკამენტს იღებენ ბავშვები და ჩვენ ყავს ქართველი ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, ამერიკაში, რომლებმაც, ანუ ყველა პრეპარატზე გვაქვს მაგალითი. სხვა ქვეყანასაც რო არ დაველოდოთ, ჩვენი შვილები, ანუ ჩვენ ყავს ბავშვები, რომლებიც იღებენ ამ წამალს და უკვე ვხედავთ ამ შედეგს და
ამიტომ არ ვითხოვთ ამ წამალს და ეს წამლები არის ანუ როცა სამმა ასეთმა ძლიერმა მარეგულირებელმა აღიარა ამ შემთხვევაში არ აქვს უფლება ქვეყანას რომ არ შემოიტანოს და კიდე იმასაც დავამატებდი რომ ქალბატონმა დიანამ აღნიშნა რომ იტალიაში მოხდა ესეთი პროცესით შემოტანა წამლის და აქაც უნდა შეხვდეს სამინისტროც და თავრობა უნდა შეხვდეს კომპანიებს და ეს კომპანიები იქნებ ისეთ რაღაცას შემოთავაზებენ, რომ ნახევარფასადაც მისცენ, იქნებ განმადების სახით მისცენ. ანუ ამისთვის უნდა იყოს ნება და ერთობა, ჩვენს ხარეს უნდა იდგეს თავრობა, მინისტრი და ყველა, რომ ეს ბავშვები ერთად გადავარჩინოთ. ამიტომ კომპანიაც წავა ალბათ რაღაცა ისეთ პირობებს შესთავაზებს, რომ გაუადვილებს შემოტანასაც და დაფინანსებასაც და ყველა ამ კუთხე მიიხედება. ამათ შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება ერთწლიანი ვერც იქნება, ეს იქნება მუდმივი, იმიტომ რომ მუდმივ აღჭირდება ჩვენ შვილებს ეს წამალი. ეს არ არის ესეთი დაავადება დღეს მივცე წამალი და ხვალ არ მჭირდება. ამიტომ არის რომ ვიბრძვით რომ ჩვენმა შვილებმა სრულყოფილად მიიღონ ეს მედიკამენტები და იყვნენ ისეთები, როგორი ანუ შეუნარჩუნდეთ და გადაუვადოთ ის ცუდი შედეგი, რაც ვიცით რომ არის. უკვე ყავს ესეთი მაგალითი ჩვენ 2 თვის წინ დავკარგეთ პაციენტი ისეთი დედიშვილი, რომელიც დედა ჩვენს გვერდით იდგა და არაერთ შეხვედრაზე არ ყოფილა მინისტრთან, ბევრ შეხვედრაზე ესწრებოდა და სამწუხარო და თუ კი ვერ მოესწრო და თვითონ ამბობს ეს დედა, რომ ჩემი შვილი იყოსო ჩამკეტიო და შვილებს გეფიცებით, რამდენჯერაც მივდივარ ეკლესიაში და გამოვდივარ და მარტო მე არა, მე და ჩემი მეუღლე ორივე, სულ ვამბობთ, რომ ვინც ეხლა ზიან ეტლში, ეს ბავშვები იყვნენ ჩამკეტი ეტლში ჯდომის და არც ერთი ბავშვი არ ჩაჯდეს ეტლში, იმიტომ რომ ეტლში ჯდომა უკვე მეორე გამოწვევა ამ დაავადების და უკვე სულ სხვა შედეგებთან მივყავართ. მადლობა. დიანა, ეხლა მინდა ისე გკითხო, რადგან კომენტარშიც იყო ცოტა ცინიზმით დაწერილი, მაგრამ მაგას არ მივაქცევ ყურადღებას. რაზეც არის საუბარი ეხლა რა მედიკამენტზეც, ხო? რამდენად გამოცდილი მედიკამენტია, კი დაუშვა რამოდენიმე ძლიერმა კომპანიამ, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად გამოცდილია და ხო არ არის ეს მცირე რაოდენობის ბავშვებზე გამოცდილი პრეპარატი და რამდენად უსაფრთხო არის, ამაზე თუ შეგიძლია რამდენიმე სიტყვით რა გვესაუბროთ. კი ბატონო, მე წავიკითხე ეს კომენტარი და მინდოდა ამ ქალბატონისთვის მეპასუხა. იცით რა არის? კონკრეტულად საფრანგეთის მაგალითზე რომ გითხრათ, მაგალითად ერთ-ერთი პრეპარატი LVDC, რომელიც ამერიკაშიც მიეწოდებოდათ, უკურეაქციები, უკუჩვენებები აჩვენა, კონკრეტულად გულთან მიმართებაში არ იყო შესაბამისობაში, ვერ მოდიოდა შესაბამისობაში და გაუქმდა. მაგრამ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელზეც არის და ეს არ არის კიდევ ერთხელ აი რომ წარმოვიდგინოთ რამხელა სივრცე, ლაბორატორიული კვლევები და რამხელა მეცნიერული, ასე ვთქვათ, გაერთიანებები არის ერთმანეთთან შრომაში და მუშაობაში, ყოველდღიურ მუშაობაში ჩართული იმისათვის, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტები შეიქმნას და დაიტესტოს და იქამდე სანამ 100%-იან შედეგს არ მიაღწევენ, რა თქმა უნდა, მასიურ მოხმარებაში, ბავშვებთან მიმართებაში მით უმეტეს და აქ ასაკი გავითვალისწინოთ, რომ 3 წლის ასაკიდან ხდება გამოვლინება, არ ხდება თავისთავად ცხადია ხომ? არც ერთ ქვეყანაში, რომელ ქვეყნებზეც არის ევროპის ქვეყნებზე კონკრეტულად საუბარი, ის კონკრეტული მედიკამენტები, რომელსაც ჩვენი ქართველი მშობლები ითხოვენ, უკუშედეგების მაჩვენებელი არ არის არც ერთი შემთხვევა გამოვლენილი. ეს რომ იყოს ამაზე ჩვენი ხელისუფლება აპელირებას რა თქმა უნდა გააკეთებდა, მაგრამ არ არის. ის რომ დაიტესტება, ნახოთ როგორი მოქმედებს და მერე შემოვიტანოთ, ეს უკვე დატესტილია, ეს უკვე გამოცდილია, ეს უკვე ჩაშვებულია მკურნალობაში და ჩვენი მშობლები არ ითხოვენ რაღაცა ახალი წამლის გამოგონებას და სატესტო წამლის, საცდელი წამლის შემოტანას და არც ერთი ჩვენი ქართველი მშობელი საკუთარ შვილის ჯანმრთელობას რისკ
ქვეშ არ დააყენებს. წარმოგიდგენიათ, ახლა ჩვენ რომ ესეთი ეჭვი მივიტანოთ ჩვენს მშობლებზე, რომ არც კი იციან რა წამალს ითხოვენ და როგორ იმოქმედებს საკუთარ შვილებს. რა თქმა უნდა, ეს ხალხი აღამებს და ათენებს ინფორმაციის მოძიებაში, ახალ-ახალი კვლევები ტარდება. ჩვენ ქვეყანაში არ არის ლაბორატორიული სამუშაოები. კვლევები არ ტარდება მედიკამენტებთან მიმართებაში არ ტარდება, არიდება კიდევ ერთხელ მთელი რიგი მასალა და ახალ-ახალი მასალა იმასთან მიმართებაში, როგორ და რომელი მედიკამენტით ებრძოლონ რომელ კონკრეტულ დაავადებას, ხომ? ჩვენ ჯერ კიდევ დამოკიდებული ვართ შემომტან ქვეყნებზე, იმ წამლებზე, რომლებიც უკვე ნაცადია, როგორც ამ ქალბატონმა დაწერა სხვა ქვეყნებში. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად ნაცად წამალზეა საუბარი, რომელიც ძალიან კარგი შედეგებით მუშაობს სხვა ქვეყნებში და რომლებსაც ითხოვენ ჩვენი მშობლები და კიდევ ერთხელ, რომლებსაც აქვთ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანიშნულება, რომ მათ გაიხანგრძლივონ სიცოცხლე, გაიხანგრძლივონ კუნთოვანი ქსოვილების სტაბილურობა მაქსიმალურად რაც არის შესაძლებელი, იქამდე სანამ კიდევ ის კონკრეტული გენური თერაპია, რომელსაც ვახსენებთ ხომ, ეს არის სწორედ ცდის პროცესში და ამიტომ არ არის მასიურად შეთავაზებული არავითზე. შესაბამისად, ამას არ ითხოვენ ჩვენი მშობლები. ჩვენი მშობლები უკვე აპრობირებულ, ასე ვთქვათ, გამოცდილ, დატესტილ და შედეგზე გასულ მედიკამენტს ითხოვენ, რა თქმა უნდა, 100%-ით და ამიტომ არის რომ სახელმწიფომ კეთილ კარგად ახსენა, უნდა გამონახოს ყველა გზა, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს კონკრეტულ კომპანიებთან, რომლებიც არიან წარმოებლები კონკრეტული მედიკამენტების და სხვადასხვა შეთანხმებების საფუძველზე მოხდეს მედიკამენტებით უზრუნველყოფა ბავშვების. სხვა მეორე გზა უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ ეს წლები, რომელიც ჭირდებათ ხოლმე, ხოცა წლები და ლოდინი, კიდევ ერთხელ ყოველი ერთი დღე აქრეითებს ბავშვების მდგომარეობას. და ყოველი ერთი დღე უდიდესი ერთი დღე და ვიღაცისთვის ერთი დღეა და ამ ბავშვებისთვის ეს შეიძლება იყოს 5-6 თვე დაკარგული ის კონკრეტული ერთი დღე. ასე რომ ძალიან სწრაფი ესეთი ფორს-მაჟორული მდგომარეობა აქვს ჩვენს ქვეყანას და სამწუხარო რომ ევროკავშირთან აღარ აქვთ ისეთი ურთიერთობები, რომ მთელი დაფინანსება ამ მილიონობით ლარისა მოეთხოვათ ევროკავშირისთვის, რომლებიც როგორც აქამდე ხდებოდა, ალბათ დაუფინანსებდნენ და ამიტომ არის რომ კიდევ ერთხელ ეს არ არის იაფი პრეპარატი, ასე მარტივად რომ ვთქვათ, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ხომ არიცით საქართველოში რა მედიკამენტები ხდება, პულმოლოგია და ეს მედიკამენტი რამდენად გამოიყენება. და ბიუროკრატიაში დაკარგული დრო რას ნიშნავს ამ ბავშვებისთვის კიდევ ერთხელ რომ გავიგოთ. მე მეკითხებით? აი ზუსტად რაც ახსენე ახლა ზუსტად ეგ არის. ბიუროკრატიაში დაკარგული დრო არის მათი სიცოცხლის დაკარგული დღეები ჩვენი ბავშვების. შესაბამისად, პროგნოსტიკა, საქართველოს როგორ ვთქვათ, პროგნოზი მათი სიცოცხლიანობის 20-30 წელია მაქსიმუმ. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ 2 წელი მოლოდინის რეჟიმში არიან მშობლები, კიდევ რამდენი წელი უნდა გავიდეს, ვინ იცის, რამდენი დრო უნდა გავიდეს და რამდენი წლით ქვეითდება ეს პროგნოზები. შესაბამისად, არც ერთი დღე აღარ არის დასაკარგი, მით უმეტეს მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო სრულიად მზად არის კონკრეტულ კომპანიებთან მოლაპარაკებების დასაწყებად და შეთანხმებამდე მისასვლელად, იმიტომ რომ სხვანაირად აი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სხვანაირად ხელს აწერენ ბავშვების გარდაცვალებას. ბავშვების დაღუპვას აწერენ ხელს. აი ძალიან მარტივად, ფამილიარულად რომ ვთქვათ, ეს ხდება. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავადაც მშობლები არიან, სულ რომ თანამდებობის პირობას დავანებოთ თავი და სახელმწიფოზე ზრუნვის მექანიზმებს და საჭიროებებს და ვალდებულებებს, რომლებიც საკუთარი სურვილით დაიკისრეს პასუხისმგებლობად, ჩვენ არც ერთი ძალით იქ არ შეგვიჩეჩებია თანამდებობებზე, თავისთავად ცხადია, მინისტრის დაწყებული, მათ მოინდომეს ეს, ისინი ჩაერთვენ ქვეყნის სამსახურში, ბავშვებზე ზრუნვაში, ჩვენი შვილებზე ზრუნვაში, შესაბამისად, ახლა აქვს ორი არჩევანი, ერთი გადაარჩინონ, გაუხანგრძლივონ სიცოცხლე ბავშვებს, დააკმაყოფილონ მშობლები, თუ მოაწერონ, უგულველყონ ეს ყველაფერი, გადადონ წლობით ეს პროცესი და მოაწერონ ბავშვების გარდაცვალებას ხელი. იმიტომ რომ როგორც ქეთი მახსენა, პატარა ბიჭი ათუკა უკვე ამ პროცესში გარდაიცვალა სამწუხაროდ.
მადლობა დიანა, კეთი, ახლა უკვე გადავდივართ კულმინაციურ შედეგზე, ბოლოსკენ მივდივართ უფრო. პირველი რეაქცია და შედეგები. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობასთან ჰქონდათ შეხვედრა. გამოხედით თუ არა ამ შეხვედრიდან კონკრეტული პასუხებით, თუ ეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა დაპირებების ფორმატში, თქვენ როგორც მშობლის პირადი პოზიცია მაინტერესებს. კი, დღეს გქონდა ბატონ კობახიძესთან შეხვედრა. სამწუხაროა, რომ 45 დღე მოგვიწია ქუჩაში ყოფნა იმისთვის, რომ შემდგარიყო ეს შეხვედრა. მაგრამ არაუშავს ჩვენ მშობლები ბრძოლის რეჟიმში ვართ, იმიტომ რომ ბრძოლით მივიღეთ ის, რომ დიუშენის გაგების დღიდან და დიაგნოზის დასმის დღიდან უკვე საქართველოში იმას მივაღწიეთ მშობლებმა და ორგანიზაციამ, რომ ბავშვებს მიეკუთვნება სტატუსი. იმის გარდა 2 წლის განმავლობაში ვიბრძოდით მისაღებად მულტიდისციპლინური გუნდის და როგორც იქნა ეს ჩვენი ბრძოლით ქუჩაში გამოვედით და იმის მერე შეიქმნა ეს გუნდიც და დღეს 45 დღეს შეხვდა ბატონი კობახიძე ბატონ სარჯოლაძესთან ერთად. და ჩვენი მშობლები ძალიან იმედიანად გამოვიდნენ, იმიტომ რომ დახვდათ ბატონი კობახიძე სხვათაშორის მომზადებული იყო სამინისტროსთან შედარებით, იმიტომ რომ სამინისტროში სულ ერთი და იგივე გვესმოდა 2 წლის განმავლობაში და აქ ბატონმა კობახიძემ ჩვენ მშობლებს უთხრა, რომ იცის ყველა ბავშვის ისტორია, შესწავლილი აქვს უკვე, ვინც ეკრანებში გამოდიან ჩვენი შვილები ჩვენთან ერთად დგანან და საუბრობენ იმ ყველაფერზე, რისი გავლაც უწევდა. ყველაზე მძიმე ის არის, რომ მშობელი როცა საუბრობ ამ ყველაფერზე, შენ შვილი გისმენს ამ ყველაფერზე. იმედიანი შეხვედრა იყო და ვფიქრობთ, პარასკევს მივიღებთ ყველაფერზე პასუხს, იმიტომ რომ პარასკევს უნდა შეგხვდეს და უკვე იმაზე უნდა შედგეს შეხვედრა, რომ გვითხრას რას აპირებს და როგორი გზით აპირებს წამლების შემოტანას და შეხვდეს უნდა კომპანიებს და დაიწყოს ამ წამლის შემოტანაზე ფიქრი და კომპანიებთან შედგეს მოლაპარაკება და რა თქმა უნდა დოკუმენტურად უნდა იყოს ეს ყველაფერი აღჭურვილი და ანუ ხელშეკრულება უნდა დაიდოს და მანამდე იქვიდგებით, სანამ ამ პასუხს არ მივიღებთ. ჩვენ ვაგრძელებთ აქციას ამ რეჟიმში და ერთი მხრივ იმედიანად ვართ და იმედია ამ იმედს გაგვიმართლებს და ჩვენ შვილებს მართლა გადაარჩენს, როგორც თქვა დღეს შეხვედრაზე. კეთი, მადლობა. ერთ-ერთი კითხვა უნდა ყოფილიყო ზუსტად ეს, რომ პროტესტი რა ეტაპზე იქნება, როგორ გაგრძელდება თქო და გადადიხართ სამუშაო რეჟიმში, დაშლას აპირებთ თუ გაგრძელებას თქო. მინდა დიანა რჩევა მისცე მშობლებს შენი გადმოსახედიდან როგორც სპეციალისტი, რას ურჩევდი ამ პროტესტის პირობებში მყოფ მშობლებს და პლუს ამას მე ვიტყოდი, რომ სამაგალითოები ყოფილიყავით და თქვენი შვილების პრობლემის წინაშე რასაც იბრძვით ამ ყველაფრის შემდეგ სხვა მშობლები არ დამდგარიყვნენ მსგავსი პრობლემის წინაშე და შედარებით შემსუბუქებოდეთ თქვენი მაგალითებით და თქვენი გავლილი გზით ძალიან სამაგალითოა ესეთი ბრძოლა როცა არის ხოლმე შვილების მომავლისთვის იბრძვით და ძალიან რთულია როცა ცინიკურ განცხადებებიც მომისმენია არაერთი ვიცით რასაც გულისხმობ ხა ვინც ადევნებს თქვენს პროტესტს თვალს იციან რა დონის ცინიზმი იყო ხოლმე რიგ შემთხვევაში ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. კარგია რომ შეხვდათ პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის წარმომადგენლობასთან ერთად და რამოდენიმე დღე პარასკევამდე მოითხოვეს რომ როგორც ვიცი მეც და მედია პარასკევს კარგი პასუხებით შეხვდებიან და არ იქნება დღევანდელი შეხვედრა შეხვედრისთვის და იმისთვის რომ უბრალოდ ხალხი გაიჩუმებინათ დროებით მაინც. დიანა რა რჩევას მისცემდი ამ მშობლებს ბრძოლაში ყოფნის პერიოდში? გესმით, ჩემი იმედია. პირველი რჩევა რაც მინდა მივცე, ეს არის ის, რომ არ შეეწყვიტოთ ბრძოლა. არ დაყაროთ ფარხმანი, თქვენ იბრძვით, თქვენ იცით რისთვისაც იბრძვით და როცა ადამიანმა იცის რისთვის იბრძვის და ყველაზე ძვირფასი ეს არის შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა,
აქ მე მგონი დღეებს აღარ ითვლიან ადამიანები, რამდენი დღე ვართ ქუჩაში, იმდენი დღე იდექით ქუჩაში, რამდენი დღეც საჭირო იქნება იქამდე სანამ ამ კონკრეტულ დაპირებას ბატონი კობახიძე სისრულეში არ მოიყვანს და მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ის ამ სიტყვებს რაც დაგვირდათ, პირნათლად შეასრულებს. ეს ძალიან დიდი იმედის ასე ვთქვათ დატოვებით მინდა ვთქვა. რაც შეეხება ბრძოლას, ძალიან კარგია რომ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში. და უამრავი ადამიანი, თუნდაც ილიაუნის სტუდენტები, უდიდესი ჩართულობა, ფინანსური მობილიზება მთელი საქართველოსი, ეს არის უდიდესი დახმარება და ყველა ჩვენ, ყველა ქართველი, ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი მინდა თქვა, თუმცა აქ ახლა ვკითხულობდი, არეპორტებენ გვერდსო და გაოცებული დავრჩი და საღადმოაზროვნე ადამიანები, რა თქმა უნდა, თქვენს გვერდით ვართ. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ვართ ამ ბრძოლაში. სამწუხარო რომ გვიწევს ეს ბრძოლა, მაგრამ არ არის მარტო ერთეული შემთხვევა საქართველოს. ძალიან ბევრ ქვეყნებში, სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, იგივე საფრანგეთში, უამრავი ბრძოლა უწევთ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლით, საპროტესტო აქციების გამართვით, იქამდე სანამ შედეგს არ მიიღებენ და სახელმწიფოები და მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნების, როგორც არის საქართველო, განვითარებადი ქვეყნების, ყოველთვის რეაგირებენ ამ საყოველთაო ერთობლივ პროტესტზე, ერთად დგომაზე, გამოსვლებზე, ქუჩაში გამოსვლებზე და ადამიანებმა დავადასტურეთ ძალიან ბევრი მთელი ჩვენ ქვეყნის ისტორიის მანძილზე, რომ ერთად ყოფნას და ერთმანეთის გვერდით დგომას კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად აქვს უდიდესი შედეგი ყოველთვის და აი ეს აჩვენეთ თქვენ ეს მაგალითი დასრულდება ძალიან დიდი იმედი მაქვს და რატომაც გონია რომ ნამდვილად არ იქნებოდა ჰაერზე გაცემული ეს კობახიძის თქვენდამი დაპირება და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ მართლაც რომ დაიწყებენ კომპანიებთან მოლაპარაკებას, მათ ძალიან კარგად იციან რომ უკვე გამოცდილ წამალზეა საუბარი, უკვე კარგი შედეგებით არსებულ წამალზეა საუბარი. უბრალოდ აქ მიდის კიდევ ერთხელ მილიონებზე საუბარი, რამდენი მილიონი, 35 მილიონი, სადღაც იყო ერთ-ერთი ფრანგის ჟურნალისტის სტატიაში სხვათა შორის წავიკითხე გუშინ, რომ 35 მილიონი უჯდება საქართველოს ამ წამლის შემოტანა და ეს არ არის ცოტა თანხა პატარა ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ სხვაზე უბრალოდ არ გააჩნიათ და თქვენ არ უნდა დაიშალოთ. იქამდე სანამ თქვენი შვილები ყოველდღურად აი ამ პატარა ლამაზ ბოთლებს სიროფით სითხით სავსე ბოთლებს არ დაიდებენ თავის ოთახში, რომ ყოველდღიურად გადაყლაპონ ერთი კოვზი და კარგად იგრძნონ თავი. გარდა ამისა, აი თქვენ ახსენეთ, რომ ეს რეაბილიტაციის ცენტრებში თვეში 12 მასაჟი უტარდებათ, ეს ძალიან ცოტაა. ასევე მოითხოვეთ უფრო მეტი. ფრანგები კვირაში 2-ს მინიმუმ თუ არა 3-ს გააჩნია ბავშვის შემთხვევას, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი მათი მასტიმულირებელი, მათი აი ამ კუნთების მასტიმულირებელი აუცილებელი თერაპია, რომელიც ბავშვმა უნდა გაიაროს და თუ იქნება ესეც შესაძლებელი, რომ აი ესეც გადაიხედოს და გაიზარდოს რაოდენობა აი ამ მასაჟების, რომ კვირაში 2-ჯერ მიეცეთ ბავშვებს საშუალება, 3-ჯერ მიეცეთ ბავშვებს საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენონ, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ თვეში 10-12 მასაჟი შეიძლება არაჩვენოს ისეთი შედეგი. დანარჩენი ძლიერები ხართ, ღმერთის ახსენეთ თქვენ ეკლესია, ახსენეთ და ჩვენ მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა ვართ და გვჯერა რომ ჩვენ ბავშვებს აუცილებლად მიეცემათ ყველაფერი, რაც სჭირდებათ და დაველოდოთ პროცესებს და თქვენს გვერდით გვიგულეთ თუ რამ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ფინანსური მონაწილეობა იმ დიდ მარათონში, რომელიც ილიაუნის სტუდენტებმა მართლაც უპრეცედენტო ფაქტი დადეს და ძალიან დიდია თქვენთვისაც აი ეს კონკრეტული ფინანსური დახმარება და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ კონკრეტული წამლის შემდეგ იქნება ასევე თქვენი როგორც მოულელი პირების აღიარება, როგორც ეს საფრანგეთში ხდება და თქვენზეც გარკვეული ფინანსები გამოყოფილი ყოველთვიურად სახელმწიფოსგან, რადგან თქვენ უდიდეს შრომას, ეს არ არის მხოლოდ ემოციური შრომა, ეს არის ფიზიკური შრომა, რასაც თქვენ ყოველდღიურად გადიხართ თქვენ შვილებთან მიმართებაში. Diana, მადლობა ესეთი შემართებული მოწოდებისთვის. Ქეთი ახლა მინდა ბოლოსკენ ესეთი კითხვა, არა, უფრო კითხვა აღარ მაქვს თქვენთან, მინდა მაყურებელს მიმართო და რამოდენიმე სიტყვა დაგვიტოვო იმედიანად და ჩემი აზრი დიანას ნათქვამს
დავეთანხმები, ჩემი აზრით მინდა დავაფიქსირო, მე ვფიქრობ, რომ ამ მედიკამენტის მოთხოვნასთან ერთად, რადგან ისედაც ქუჩაში ხართ, ისედაც ბრძოლის ველზე ხართ და ბრძოლაში ხართ ჩაბმულები, მაქსიმუმი უნდა მოითხოვოთ ის, რაც აუცილებლად გეკუთვნით, იმას არ ვამბობ, რაც არ გეკუთვნით, ის მოითხოვეთ. რაც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებია, დახმარების ფორმა იქნება ეს ფიზიოთერაპია, კინეზიოთერაპია, თუ რამე არსებობს მსოფლიო პრაქტიკაში და ეკუთვნის თქვენ შვილებს, მით უმეტეს კი გასაგებია, მცირე ბიუჯეტის მქონე ქვეყანა ვართ, მაგრამ ამ ქვეყნის ბიუჯეტი ივსება ისევ და ისევ თითეული ჩვენთაგანის ჯიბიდან, ხო? და მე ვისურვებდი, რომ აი ეს კომპლექსური იყოს თქვენი ბრძოლა და არა მხოლოდ ერთი მედიკამენტისთვის, მაქსიმუმი უნდა მოითხოვოთ ის, რაც გეკუთვნით, თქვენ აითხოვთ იმას, რაც არ გეკუთვნით, ხო? და რამოდენიმე სიტყვა თქვენს რომ დაგვიტოვოთ და მოუწოდოთ მშობლებს, როდესაც მაგალითისთვის მოუწოდოთ, როდესაც ამ პრობლემის წინაშე დადგებიან და აღმოაჩენენ, რომ მის შვილს აქვს ეს დაავადება. რჩევა რომ მისცეთ, პირველი ნაბიჯები რა უნდა იყოს და როგორ უნდა ფსიქოლოგიურად როგორ უნდა შეეგუონ იმას, რა რეალობის წინაშეც დადგნენ. პირველ რიგში დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო ქალბატონ დიანას საჭირო რჩევებისთვის და იმ ყველაფერისთვის, რაც ისაუბრეთ და გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ თეკლა. და ილიანის სტუდენტებს მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულგრილი არ არის ჩვენი შვილების მიმართ და რომელიც მართლა ჩვენთან ერთად ვიცი, რომ ფიზიკურად თუ არა, სულ ჩვენს გვერდით არიან, ლოცულობენ, ფიქრობენ ჩვენ შვილებზე და უღრმესი მადლობა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ხალხს თურმე რამხელა ერთობა შეუძლია და ჩვენი ერით მართლა ვამაყობ, რომ მართლა საამაყო ერი ვართ და ესე ყოფილიყო სულ ბოლომდე და ჩვენი შვილებიც ყოფილიყვნენ ამ საამაყო ერთან ერთად დიდი ხანი ჯანმრთელები და არ ვიცი, მართლა ჭკვიანები არიან და საზოგადოებაში თავის წვლის ყველა შეიტანს, ისეთი გონიერი ბავშვები გვყავს. სპიკერები ვით არიან უკვე რამოდენიმე, ისეთი ჭკვიანი ბიჭები გვყავს და მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, რომ ყველა ბავშვი არის დედისთვის და მშობლისთვის გმირი და ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა მშობელი ამ გმირებს გავუწვდეთ წინ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში დავიცოთ ამათი მომავალი, სიცოცხლე და იყვნენ ჯანმრთელები და ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ჩატი ანუ მშობლებს და იმ ჩატში როცა ახალი წევრი ემატება ჩვენ ყველა მშობლისთვის ის დღე არის ტრაგედია, იმიტომ რომ ვიცით რა გზის გავლა მოუწეს ამ მშობელს, როგორია ეს, იმიტომ რომ პირველ რიგში ფსიქოლოგიური დარტყმა და ყველა დედას და ყველა ადამიანს ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს, რომ ერთნაირად მიიღოს ეს ყველაფერი და ძალიან სამწუხაროა, რომ გვემატება ეს პრობლემა, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩვენ მათ გვერდით ვართ და ანუ ჩვენ ისეთ სიბნელეში ვიყავით რამოდენიმე წლის წინ, რომ იმის მერე რაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა, ბევრი ადამიანის იმედი ვართ, ბევრი მშობლის გვერდით ვართ და ეს ერთობა არ დაგვეკარგოს და აი წინ გამარჯვებისკენ და ზეგ იმედია განვაცხადებთ, რომ გავიმარჯვეთ და ჩვენი შვილები მიიღებენ იმ სასურველ მედიკამენტს, რომელზეც ოცნებობენ. დიდი მადლობა ყველას. მადლობა ორივე თქვენთაგანს სტუმრობისთვის, ესე მნიშვნელოვან თემაზე. საკმაოდ საინტერესოდ გაიშალა საკითხი, იყო პროფესიონალის მხრიდან პასუხები, ასევე მშობლის მხრიდან ემოციურიც, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენც იძულებული გახდით ამ კუთხით ფაქტიურად განათლება მიგეხოთ და პროფესიონალები გამხდარიყავით, იმიტომ რომ იმდენად სიღრმისეულად იცით თქვენი შვილების მდგომარეობიდან გამომდინარე, რა პრობლემასთან გაქვთ საქმე და რა მედიკამენტი იქნება ეს თუ რა თერაპია ჭირდება ადამიანს, რაც ახლა მოვისმინე, ვფიქრობ, ალბათ თქვენს პროფესიონალებად ჩამოყალიბდით. ყველამ კარგად იცის, ჩემ დამოკიდებულება ვარ ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ეს ნებისმიერი ხელისუფალი, ვინც არ უნდა მოვიდეს კრიტიკის თვალსაზრისით უნდა შევხედოთ, მე ესე ვთვლი საჭიროდ, თუ კი ხელისუფალს, ვინც არ უნდა მოვიდეს, არ უყურებ კრიტიკული თვალით, კარგზე აღნიშნა კი ბატონო შემიძლია და მადლიერების გამოხატვა, მაგრამ კრიტიკულად თუ არ შევხედეთ,
დასაწყისშივე გავაფუჭებთ ნებისმიერს, რაც არ უნდა კარგი იყოს, ქება, დიდება ყველაფერზე და შენ გენაცვალეს სახელი აფუჭებს ადამიანებს. ეს ქართველის ხასიათია და ბუნებაშია. ზედმეტი ქება მაწყენარია ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ორივე სტუმრობისთვის. ღმერთს ვთხოვ ის ბავშვები გაგიძლიეროთ უფალმა და დიდხანს გიმყოფოთ და ეტლს ვინც არ არის დამოკიდებული ჯერჯერობით მათთვის დროული გამხდარი იყოს მედიკამენტის მიწოდება საიმისოდ რომ თქვენს მდგომარეობამდე არ დასულიყოს და თქვენ არ მოგიწიოთ ისევ მათთვის რჩევების მიცემა და არ იქნება მარტივი მშობლისთვის გასაგებია ეს ყველაფერი მეც მიჭირს საუბარი როგორც მშობელს თქვენთან სიმართლე რომ გითხრათ დიანასთან უფრო მარტივია ჩემთვის ახლა საუბარი იმიტომ რომ ის არის სპეციალისტი და ის კი ემოციურად ვესაუბრება რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე, მაგრამ თავად ამ დაავადების მქონე მშობელთან, ბავშვის მშობელთან საუბარი არ არის მარტივი და იოლი. თუ კი რაღაცა ქვა არ ხარ ადამიანი, ემოციურია, გინდა თუ არ გინდა. მადლობა ორივე თქვენთაგანს. ბოდიში კეთი რომ ამ პრობლემებზე მოგიწია თავიდან საუბარი და მოყოლა რაკსა გაიარეთ. ბოდიშს გიხდი ამისთვის. შვიდობიან ღამეს გისურვებთ და ყველას გისურვებთ რომ თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის ჯერ არ დაგჭირვებოდეთ არც ერთი მედიკამენტი, ღმერთმა ჯანმრთელები გიმყოფოთ შვილები და თუ იმეს ჭირდება კიდევ თანადგომა და თანადგომის მხარდაჭერის სურვილი და გამოხატვის უნარი ღმერთმა არ დაგვაკარგინოს რაც მთავარია. შვიდობიანი ღამე და მშვიდობიან სამყაროში შევხვედროდით ერთმანეთს. დროებით.